წარმოიდგინე მოისმინე მუსიკა, რომელსაც 10 წლის ასაკში უსმენდი ხოლმე. შენ ამ დროს გაგახსენდება არა მხოლოდ ამ მუსიკის მელოდია, არამედ შენი თვალწინ წარმოგიდგება ის ოთახი, რომელ ოთახშიც ამ მუსიკას უსმენდი ხოლმე. წელიწადის რომელი დრო იყო, როგორი იყო ცხოვრება მაშინ. დავუცებ, აანალიზებ, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ამ ყველაფრის ნაზავი კი ქმნის ნოსტალგიას. ნოსტალგია გვანიჭებს სასიამოვნო გრძნობებს, რადგანაც გვახსენებს ჩვენი ცხოვრების ლამაზ და სასიამოვნო მონაკვეთებს. თუმცა ამავდროულად გულზე ნოსტალგია ლოდივით გვაწვება, რადგანაც იმასაც გვახსენებს და გვანიშნებს, რომ ჩვენი ცხოვრების ეს ლამაზი მონაკვეთი უკვე წარსულს ჩაბარდა და მას ვეღარ დავაბრუნებ. მაგრამ ჩნდება აი ასეთი კითხვა: საერთოდ რატომ განვიცდით ამ ნოსტალგიის გრძნობას? პასუხი არის ის, რომ ადამიანის ტვინი ახდენს მნიშვნელოვანი მოგონებების ტვინში ღრმად დამახსოვრებას. ანუ ისეთი მოვლენები, რომლებიც ემოციურად მნიშვნელოვანია, რომელთაც მაშინ ჩვენზე პატარაობაში დიდი ზეგავლენა მოახდინეს ემოციურად. ანუ ასეთ მოვლენებს უფრო კარგად და უფრო ღრმად ინახავს და შემდგომში უკვე როცა ვიზრდებით და ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ეს მოვლენები ამოტიტივდება ხოლმე. მაშინ, როდესაც აი ამ მოვლენასთან დაკავშირებულ რამეს დავინახავთ, ან რამეს მოვისმენთ. აი დაუშვათ მოვისმინეთ მუსიკა, რომელსაც უსმენდით 10 წლის წინ და რომელსაც ჩვენზე ჰქონდა ძალიან ძლიერი ზეგავლენა თავი. ნოსტალგია ადამიანს საშუალებას აძლევს გააკეთოს შედარება, ანუ შეადაროს წარსული და აწმყო ერთმანეთს. ანუ ჩვენი ცხოვრება ერთგვარი მოთხრობა და ნარატივია, ანუ ამბავია ერთგვარი, რომელსაც სჭირდება რომ ჰქონდეს წარსული, აწმყო და მომავალი. ანუ ნოსტალგია იმის საშუალებას გვაძლევს, რომ არ დავივიწყოთ და კარგად გვახსოვდეს წარსული, ის თუ ვინ ვიყავით მაშინ და როგორი იყო მაშინ ცხოვრება. ზრდასთან და დროის სვლასთან ერთად ნოსტალგიის შეგრძნება ხდება უფრო ნაკლებად ხშირი და ნაკლებად ინტენსიური. ანუ ჩვენ ამ ნოსტალგიის გრძნობას უფრო და უფრო იშვიათად და უფრო ნაკლებად ინტენსიურად განვიცდით. აი ამას კი აქვს აი ასეთი ახსნა. როდესაც ჩვენ პირველად განვიცადით ნოსტალგიის გრძნობა რომელიმე მოვლენასთან დაკავშირებით, აი მაგალითად სკოლის შენობას ჩაუვარე და პირველად განიცადე ამ მოვლენასთან ეს ნოსტალგიის გრძნობა. აი ამ პირველი განცდის დროს ეს ძალიან ძლიერი ეფექტი აქვს შენზე, ძალიან ძლიერი ემოციური ეფექტი აქვს. ანუ ნოსტალგია ძალიან ძლიერია ამ დროს. მაგრამ ისევე როგორც მუსიკა, ხუმრობების მოსმენა, ფილმების ყურება, ანუ ბევრჯერ გამეორების შემთხვევაში, ისევე როგორც ესენი კარგავენ სიახლეს და სხვათა შორის ამ საკითხთან დაკავშირებით მე ვიდეო მაქვს ჩაწერილი, თუ რატომ კარგავს ეს მუსიკა, ფილმების ყურება, ხუმრობების მოსმენა ინტერესსა და ხიბლს და რატომ ხდება ჩვენთვის ნაკლებად სასიამოვნო და საინტერესო, რატომ ხდება მოსაწყენი. შენ შეგიძლია გადაამოწმო ეს ვიდეო და უფრო უკეთესად გაიაზრებ. და როგორც უკვე თქვი, ნოსტალგიაც ასე არის. ანუ უსიამ და ნოსტალგიაც ასეა. ანუ გამეორებასთან ერთად კარგავს ძალას და ჩვენზე უფრო და უფრო ნაკლებ ზეგავლენას ახდენს. როდესაც ჩვენ განვიცადით ნოსტალგიის გრძნობა სკოლის შენობასთან დაკავშირებით, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 4ჯერ ტვინის სწავლობს. იცი რა? მე უკვე ვესტუმრე ამ მოგონებას ძალიან ბევრჯერ. აი ეს კი ნოსტალგიის ეფექტს უკარგავს ძალას. ასევე ნოსტალგიაზე საუბრისას საინტერესოა ისი თუ რატომ არ განიცდიან პატარა ბავშვები ამ შეგრძნებას. რატომ არ განიცდის დაუშვათ 6 წლის პატარა ამ შეგრძნებას? პასუხი მარტივია. პატარა ბავშვებს არა აქვთ დროის აღქმისა და აწმყოსა და წარსულის ასეთი რაციონალური და ფუნდამენტური შედარების უნარი. 6 წლის ბავშვი აწმყოთი ცხოვრობს. მისი ტვინი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და ტვინში არ არის ჩამოყალიბებული ეს მოგონებათა და მეხსიერებათა სისტემა. 6 წლის ბავშვის ტვინში არ არის გამჯდარი ასეთი ღრმა მოგონებები. 6 წლის ბავშვს ისიც კი არ შეუძლია რომ აწმყო და წარსული ერთმანეთს შეადაროს. იმიტომ რომ ამ ასაკის ბავშვს წარსული თითქმის არც ქონია და არც ახსოვს. აი მე პირადად ძალიან მიყვარს ეს ნოსტალგიის შეგრძნება. ჩემთვის არის ძალიან ლამაზი, ძალიან გასაოცარი და ასეთი ძალიან მაგარი რაღაც. იმიტომ რომ ჩემი აზრით ნოსტალგია არის ის, რაც ჩვენს ცხოვრებას უნარჩუნებს ინტერესსა და ხიბლს ბავშვობის ასაკიდან გამოსვლის შემდეგაც კი ძალიან ლამაზი რაღაცაა ნოსტალგია. ძალიან მიყვარს. აი კანშევ დაგივლის ხოლმე ჟრუანტელი სბუწუწე. აუ გაიბურცკლები ხოლმე და ასეთი შეგრძნება რო გაქვს, აუ რა კარგია ჩემიკა. აი წარმოიდგინე რომ ახლა ხარ 80 წლის და ხელში ჩაგივარდა ვიდეო შენი ცხოვრების შესახებ, სადაც ნაჩვენები არის პატარ-პატარა მნიშვნელოვანი მონაკვეთები შენ ცხოვრებასთან დაკავშირებით. როგორ დაიბადე, როგორ გაგზავნეს მშობლებმა,
როგორ შეხვედი საბავშვო ბაღში? აუ, ჟღუნტენ უნდა მიიღო. როგორ შეხვედი სკოლაში? როგორ შევე სამუშაო? როგორ შექმნი ოჯახი? როგორ იყო შვილები? აი, ასე ვიდეოს რო უყურო 80 წლის ასაკში. ალბათ დაიფრიდები ხელმასტაგია მოკაცრება. და ძალიან მაგარი იქნება. ამ ვიდეოსთვის კი სულ ეს იყო. იმედი მაქვს ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესო იყო. აბა კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრი, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით. რომელ მოვლენას გამოუწვევია თქვენში ყველაზე მეტად ეს ნოსტალგიის გრძნობა. თქვენ თვითონ მოგწონთ თუ არა საერთოდ ეს გრძნობა? ერთი თხოვნა მექნება რომ გამოიწეროთ ეს არხი და გადააზიაროთ ეს ვიდეო. რადგანაც ამ გზით დაეხმარებით ამ არხს განვითარებაში. ახლა კი დროებით და გისურვებ თვით განვითარებას.